მეორე დღეა საგამოცდო პროცესში პედაგოგები ჩაერთნენ, ისინი პირველ გამოცდებს პროფესიულ უნარებში აბარებენ. თელავის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის ნუნუ ასათაშვილის განცხადებით, დღეს პროფესიული უნარების გამოცდაზე დარეგისტრირებული პედაგოგიდან გამოცდაზე 49 არ გამოცხადა. მის თქმით, გამოცდამ 7 ვითარებაში მიმდინარეობს და დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. პედაგოგთა გამოცდის შემდეგ მეორე სესიაზე აბიტურიენტთა გამოცდა უცხო ენაში ჩატარდება. ინგლისური ენის გამოცდაზე თელავში დღეს 330 აბიტურიენტი გამოიცდება. დღეს ისევ პროფესიულ უნარებში აბარებენ პირველ სესიას პედაგოგები, 375 პედაგოგი იყო დარეგისტრირებული, 59 არ გამოცხადდა. მეორე სესია ინგლისურ ენაში არის, უკვე ეს არის აბიტურიენტებისათვის, 330 აბიტურიენტს ველოდებით. არაფერი შეფერხებას არ აქვს ადგილი, როგორც ხედავთ, ძალიან შვიდი გარემო არის, სრული სიწყნარია.